მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა. ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდი ან ვიფხრობდი. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია. ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი. დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს. ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბე მოწამლა ადამიანთა სულს. მსოფლიოს იძულვილისგან ბარიკადებით გადაიღუპა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ. მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ. ცოდნამ ცინიკურები გაგვხატა. ნიჭიერებამ კი სასტიკები და ბოროტები. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და გვრძნობთ ძალიან ცოტას. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანურობა გვჭირდა. ნიჭიერებაზე მეტად სიკეთე და თავაზიანობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება სასტიკი გახდება და ყველაფერს დავკარგავ. თვითმფრინავმა და რადიომ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ასეთი გამოგონებები ჩვენში კარგ მხარეს აღვიძებს. გვიხმობს საყოველთაო ძმობისაკენ, რათა ყველანი გავერთიანდეთ. ამ მომენტში ჩემი ხმა მილიონობით ადამიანამდე აღწევს მთელს მსოფლიოში. მილიონობით რწმენა დაკარგულ მამაკაცამდე, ქალამდე და პატარა ბავშვამდე. იმ სისტემის მსხვერპლებამდე, რომელიც აწამებს და აპატიმრებს უდანაშაულო ადამიანებს, ვისაც კი ჩემი ესმის, მივმართა, იმედს უდაკარგავ. დიქტატორები დაემხობიან, რომლებიც ადამიანური პროგრესის გზას უფრთხიან. ის ძალაუფლება, რომელსაც ხალხისგან იღებენ, ისევ ხალხს დაუბრუნდება და სანამ ადამიანები იარსებებენ, თავისუფლება არასდროს გაქრება. ჯარისკაცებო, ნუ ჩაუგდებთ თქვენს თავებს ხელში ულმობელ ადამიანებს. მათ ვისაც ეზიზღებთ, ვინც გჩაგრავთ, ვინც განაგებს თქვენს სიცოცხლეს, ვინც გწვნით და გკვებავთ, ვინც საქონელივით გექცევათ, გიყენებთ საზარბაზნე ხორცებად. ნუ ჩავარდებით ამ შემზარავი ადამიანების ხელში, მანქანა ადამიანების ხელში, რომელთაც მანქანის ტვინი და მანქანის გული აქვთ. თქვენ არ ხართ მანქანები, თქვენ არ ხართ საქონელი, თქვენ ადამიანები ხართ. თქვენ არ გეზიზღებათ. ზიზღი იმათ აქვთ, ვისაც სიყვარული არ შეუძლია. ჯარისკაცებო, ნუ იბრძოლებთ დასამონებლად, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის. ღმერთის სასწრაფელი თვითონ თქვენშია, არა ერთ ადამიანში, არა ადამიანთა ჯგუფში, არამედ ყველა თქვენგანში. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, ძალაუფლება რომ შექმნათ მანქანები, ძალაუფლება რომ შექმნათ ბედნიერება. თქვენ გაქვთ იმის ძალაუფლება რომ გახადოთ ეს ცხოვრება, თავისუფალი და ლამაზი. მაშ დემოკრატიის სახელით მოდი გამოვიყენოთ ეს ძალაუფლება. მოდი ყველანი გავერთიანდეთ. ვიბრძოლოთ ახალი მსოფლიოსთვის, წესიერი მსოფლიოსთვის, სადაც ადამიანს ექნება საშუალება იმუშაოს, რომელიც მოგცემს მომავალს, ხოლო ხანდაზმულებს შეუქმნის უსაფრთხოებას. ამ დაპირებების მოცემით ულმობელი ადამიანები ძლევამოსილი გახდნენ, მაგრამ ისინი ტყუიან. მოდი ვიბრძოლოთ ამ დაპირებების ასასრულებლად. ვიბრძოლოთ, რათა გავათავისუფლოთ მსოფლიო. გადავლახოთ ეროვნული ბარიერები, მოვაშოროთ სიხარბე, სიძულვილი და შეუწყნარებლობა. მოდი ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი მთლიანად ადამიანთა ბედნიერებისკენაა მიმართული. ჯარისკაცებო, დემოკრატიის სახელით გავერთიანდეთ ყველანი.